მოქმედება ეგრეთ წოდებული ფარას კანონი, თუმცა 10 დღიანი რეგისტრაციის ვადა ისევ ექნება იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ახლა ქართული ოცნება კანონში რეგისტრაციას თხოვს. თუმცა უკვე ცნობილი არის ამდენი ხნის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, რომ ისინი უცხოური ძალის გავლენებს მათ საქმიანობაში არ აღიარებენ, ისინი ამბობენ, რომ ემსახურებიან ქვეყანას და ამ სამსახურს გააგრძელებენ ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვესაუბრეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ ფაქტობრივად დარწმუნებული არიან, რომ ქართული ოცნება ეგრეთ წოდებული ფარას კანონს გამოიყენებს რეპრესიებისთვის და იმისათვის, რომ გაჩერდეს ის საქმიანობები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნისათვის სასიკეთოდ ახორციელებდნენ, თუმცა რასაკვირველი არის ახლა, როდესაც უკვე კანონი ძალაში შევიდა, საინტერესო არის, როგორ დაიწყებს ოცნება პირველ ნაბიჯების გადადგმას ამ კანონის ფარგლებში. კანონზე დაუმორჩილებობა 5,000-დან 10,000 ლარამდე ჯარიმას ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ეს ხელისუფლება მიდის იქეთკენ, რომ ყველანაირი კრიტიკული აზრი მისთვის არის მიუღებელი, შესაბამისად კეტავს ყველა სფეროს, ყოველ შემთხვევაში მას აქვს მცდელობა იმისი, რომ ყველა სფეროს მოუსპოს შესაძლებლობა, რომ რაიმე განსხვავებული და კრიტიკული აზრი ისმოდეს და ეს ფარაც არის ამისი გამოძახილი. იგი რაღაც ყოველ მომდევნო თვეში ამკაცრებს კანონებს კრიტიკული აზრის წინააღმდეგ. დაველოდოთ, როგორ დაიწყებს იგი ამ კანონის აღსრულებას, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს აღსრულების პროცესი იქნება ძალიან მძიმე პირველ რიგში მათთვის. ჩვენ ბევრჯერ გვითხოვამს, რომ ფარა თუ მათ ეს ფარას გადმოტანა უნდათ არ ეხებათ დამოუკიდებელი სარედაქციო დამოუკიდებლობის თუ საწესდებო მიზნების შესაბამისად მოქმედ ორგანიზაციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ თუ ისინი დაიწყებენ ჩვენს დევნას, ეს არ იქნება ფარა, ეს იქნება ახალი რუსული კანონი. ჩვენ რასაც ვაპირებთ არის ის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს იმ სერვისების სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით. იქნება ეს უფასო სამართლებრივი დახმარება, იქნება ეს სხვადასხვა სახის სერვისების, მედიკამენტების ასე შემდეგ მიწოდება თუ აი ამ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა. არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებულები არიან, რომ კანონი არა ამერიკული ფარას ანალოგი, არამედ რუსული კანონის ანალოგი არის და სწორედ ამ მიზნებისთვის გამოიყენებს ოცნებაც საქართველოში ამ კანონს და არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ელოდებიან და აკვირდებიან, თუ როგორ განვითარდება პროცესის ფარგლებში კანონის აღსრულების მექანიზმები. მადლობა გვანცა, ეს იყო გვანცა ჩხიკვაძე.